მივესალმები სრულიად YouTube-ს, აჩვენებს იფსუ, მესამე წლის მერე. დღეს სათაურშიც ნახავდით, რომ სტუმრად გვეყოლებიან არქიტექტორები. შესაბამისად, ბევრი შესავალი აღარ იქნება, იმიტომ რომ პირველ ეპიზოდში არ გქონია შესავალი, შუა იმაში გადავწყვიტეთ, როგორც უკვე გითხარით, ამიტომ წარვადგენ უკვე სტუმრებს, თათია ზაქარაია და ელენე გურასფაშვილი არქიტექტურის ჩვენ სტუდენტები, ჩვენი თანაუნივერსიტეტელები და კოლეგა ტრენერები. გამარჯობა ელენე. გამარჯობა. გამარჯობა თათია. გამარჯობა. როგორც ხედავ უკვე ანერვიულებული ხართ, ამიტომ შეგვიძლია დავმშვიდეთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ეპიზოდი დამჭირდა მე თვითონაც უკვე, რომ ჯერ მარტო შესავალი გამეკეთებინა, ამიტომ არაპროფესიონალიზმი სუფევს თავისუფლად. ამიტომ გადავიდეთ უკვე პირდაპირ მასე პოდკასტზე, იმიტომ რომ როგორ ხარ და ის უკვე ვისაუბრეთ და აღარ დავიწყებთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან უშუალოები ვართ. შესაბამისად დავიწყოთ, მოდი თათიათი ასაკით უმცროსი. ასე იგი ტრადიციული კითხვებით შემოვიფარგლებით, ძირითადად ბევრს ვარ მოვედოთ, ანუ რატომ ჩააბარე არქიტექტურაზე და რატომ გადაწყვიტე, რომ აი შენ ყოფილიყავი მომავალი არქიტექტორი რა ასე ვთქვა. პირველ რიგში სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს გამიჭირდა მიმეღო გადაწყვეტილება საჩავაბარებდი, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე ესე მქონდა რაღაც თავში ცოტა გადამალულად, რომ აი ძალიან მიყვარდა ხატვა და ზოგადად აი კრეატიულ საგნებში ძალიან კარგი ვიყავი. მაგრამ ეს სერიოზულად არასდროს მიფიქრია, რომ ამ სფეროში წავსულიყავი, ალბათ უფრო ჰობის დონეზე მქონდა ეს ყველაფერი, ძალიან მიყვარდა ხატვა და ზოგადად ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველაფერი. და უკვე სადღაც მე-10 კლასში ვიყავი, რაღაც ესეთი კრეატიული დავალება ჰქონდა. უნდა აგვირჩია ერთი პროფესია და დაგვეწერა, რატომ მოგწონდა ის და რატომ ვირჩევდით მას და რაღაც ამ მომენტში თითქოს საკუთარ თავში რაღაც ძიების პროცესში ვიყავი. თვითონაც არ ვიცოდი რა მინდოდა და მგონია რომ ზუსტად ამ მომენტში გადავწყვიტე რომ ის რაც მიმაჩნდა უბრალოდ ჰობით რეალურად მაინტერესებდა და მინდოდა რომ ამ სფეროში წავსულიყავი. და მაშინ გადავწყვიტე პირველად რომ მინდოდა ინტერიერის დიზაინი. მერე უკვე ცოტა სერიოზულად დავფიქრდი ამაზე, ცოტა გამოვიკვლიე ეს სფერო და მე მივხვდი რომ არქიტექტურა იყო ბევრად უკეთესი, უფრო საინტერესო, თან კრეატიულობასთან ერთად რაღაც ცოტა ტექნიკური მხარეც ჰქონდა არქიტექტურას, ამიტომაც გადავწყვიტე რომ არქიტექტურა იყო ჩემთვის სწორი პროფესია. ანუ თავიდან ისე დაიწყე რომ თითქოს არ ვიციო რა ვთქვა და შუა ლაპარაკში ანუ ისეთი პასუხი მივიეთ თურმე გადაწყვეტილია ჩაწერილი თურმე გადაწყვეტილია ადამიანს. ახლა გადავიდეთ ელენესთან, რომელიც ასევე მენეჯერი არის არქიტექტურის პროექტის, რომელიც თქმას დამავიწყდა, რა თქმა უნდა. ელენე, შე რატო გადაწყვიტე? ბაღში დადიოდი ისე? ბაღში? კი. და ეხლა წარმოვიდგინე რომ აი ის ბაღის ბავშვი რომელიც იჯდა და ხატავდა რაღაცებს, რაც საიდან აღმოჩნდა არქიტექტურის. ბაღის ბავშვი ფიქრობდა სამედიცინოზე, მოდი. მართლა? კი. ხო, მე ანუ ხატვა ასე ჰობი და რაღაც არ ყოფილა, იმიტომ რომ არ გამომდიოდა, მქონდა რაღაც სურვილები რომ გამომსვლოდა, მაგრამ რაღაცა ვერ აღმოვაჩინე ნიჭი, ასე ვთქვათ. მე რამოდენიმე წლის შემდეგ, აი დაახლოებით მე-10 კლასში რო ვიყავი, უკვე დავფიქრდი რა მინდოდა, ვეძიებოდი ჩემ თავს. მე-10 კლასი არქიტექტორების გარდა ის არის პოინტი. კი, აი მაგ დროს რაღაცა უფრო მეტად აკეთებ ანალიზს და გადაწონი რაღაცებს და ნუ მე უფრო მეტად იმით ვიყავი შეპყრობილი და დაინტერესებული, აი ეს კონცეფცია და როგორ შენდებოდა, აი რა იყო საფუძველი ამ ყველაფრის შენობების თუ რაც იქნება ბაღი თუ ასე შემდეგ, აი როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი თავიდან და ძირითადად ხატვა რა, უფრო ხაზოს სწორი ნახაზების გაკეთება და აი ასეთ რაღაცები მიზიდავდა და აი შემდეგ აქედან განვითარდა ეს აზრი და სურვილი. გასაგებია, ახლა მეორე ტრადიციული შეკითხვა, რომელიც მიყვება და მოდი ბარემ დავრჩები ელენესთან, მაინდა-მაინც იფსუში რატო და არა არ ვიცი სადმე ნებისმიერ სხვაგან. საერთოდ იფსოს შესახებ გავიგე მე 12 კლასში. მარტო GPA მესმოდა მანამდე და არც აი რო დავჯექი და უკვე დავიწყე უნივერსიტეტების არჩევა, მეთქი აბა კიდე სად შეიძლება. ჩემო მეზობელმა მომაწვდინა
ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და აქედან გადავწყვიტე, რომ მეცა და მენახა რა ხდებოდა შიდა სამზარეულო და გადავწყვიტე ტრენინგებში მიმეღო მონაწილეობა. ანუ მე-12 კლასში კი დავდიოდი იფსუში. იმ ტრენინგზე რომელსაც ეხა შენ გახაბარებული უკვე მოსული ხარ. კი ბატონო, კი. აი აქედან წამოვიდა უკვე იფსუში ჩაბარების ინტერესი. ანუ ტრენერებს რასაც უყურებ, ეს კი მეორე ეპიზოდი იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს უკვე ბევრი ეპიზოდი ჩაწერილი იდეაში, მაგრამ ის ეპიზოდები რა სავარაუდოდ არ გავა, მაგრამ დროში მოგზაურობასაც რო არ გამოვიდეს, ანუ უკვე ხომ აქ მოსმენილი და ყველა ტრენერი არის თითქმის ესე რა. ანუ მეც ამერიკის მცოდნეობის ის რომ ჩავარებული, მეც ტრენინგზე ვიყავი თავიდან. მე ძალიან მოვინოსხე და მოვიხიბლი, ანუ თვითონ სიტუაციითაც ხალხი ყველაფერი უკვე ზედამხარისაც შევხედე და რაღაცა. ახლა ტყუილს კი არ ვიზახით, ანუ ჩვენ ამას რომ ლაპარაკობთ, ანუ ყველა ერთ და იგივეს ამბობს, ხო? მეც ეგრე, ყველა ტრენერებიც ეგრე და სტანდარტული პასუხი თავბრუნდები ხა თათიას. ასაკით უფრო ახალგაზრდა, შესაბამისად, ის რომ მე-12 კლასში იყო, შენ ვერ იქნებოდი მაგ ტრენინგზე, ამიტომ შენ საიდან აღმოჩნდი იფსუში? მოკლედ იფსუზე აი მთელი ბავშვობა მესმოდა, აი ყოველთვის რაღაც პრესტიჟული უნივერსიტეტი იყო და ზოგადად მეც დაინტერესებული ვიყავი, მაინტერესებდა რატო იყო ასეთი პოპულარული. და ინგლისურ ენას ვსწავლობდი ბავშვობიდან, აი მეორე კლასიდან და ძალიან მიყვარს ინგლისური და რავი, კარგადაც მგონია რომ ვიცი. შესაბამისად, როდესაც უკვე დავფიქრდი თუ სად უნდა ჩამევარებინა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის რა როლი ექნებოდა ინგლისურ ენას ჩემს სწავლებაში. შესაბამისად, უკვე დავიწყე უფრო ინგლისურ ენოვანი ფაკულტეტების ძებნა და გადავაწყდი იფსუს, ვიცოდი რომ კარგი უნივერსიტეტი იყო, თან ზუსტად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მე მქონდა. შესაბამისად, რატომღაც უკვე მე-11 კლასში ვიცოდი რომ იფსუსში ვაბარებდი უეჭველი. ტრენინგებზე არ ვყოფილი ვარ სამწუხაროდ, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა რომ მეც მივიღო მონაწილეობა, მაგრამ რაც მთავარია, დღეს უკვე ვიღებ მონაწილეობას და ჩვენთან ხარ დღეს. მეორე მხრიდან კულისების ნაწილიდან და არა მაყურებლის. ხო. საინტერესო ის იყო. მეც აბსოლუტური კონტრასტი, მთელი ბავშვობა ვიცოდიო და მე-12 კლასში გავიგეო. მეც დაახლოებით ეგრე, მეც მე-11 მე-12-ში გავიგე საერთოდ, იმიტომ რომ მე სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარე, მე სამედიცინოზე ჩავაბარე საერთოდ. სამედიცინოდან გადმოვედი ამერიკის მცოდნეობაზე. შესაბამისად, ანუ მეც წარმოდგენა, იმიტომ რომ მარტო იფსუზე კი არა, ზოგადად უნივერსიტეტებზე არ მქონდა, მე წარმოდგენა რა, მარტო სამედიცინოზე ვაბარებდი და არც მეწერა არაფერი. სამედიცინო მეწერა მე მარტო რა. მე უკვე უბრალოდ დასწრებული ვიყავი იფსუს ამ ტრენინგებზე რა, ნუ ამერიკის მცოდნეობის არ იყო კონკრეტულად რაღაც ბანაკივით იყო რა, მაგრამ ნუ მაგ სფეროში ვიყავი ძირითადად და მეც მაგითო რა გარემო რო ვნახე და ხო. old school იფსუს წარმომადგენელი როგორც არის და როგორც აგრძელებ ამ სულისკვეთებას არქიტექტურის მხრივ ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე თქვენ არ გიცნობდით საერთოდ პრინციპში ძირითადად დანარჩენ ტრენერებთან ასე თუ ისე მქონდა რა მაინც შეხება, მაგრამ თქვენ ახლა ბარემ აქ გაგიცანით, ძალიან გამიხარდა რომ UNI-რად არის ყველაფერი რა, როგორც სხვებთან დანარჩენებთან. ახლა უკვე გადავიდეთ სენსიტიურ საკითხებზე, რომელიც ყველა სტუდენტი ისე არის, რა ქვია, ვაი-ვუი. რა სენსიტიური საკითხი, ანუ სწავლებასთან დაკავშირებით, ანუ რა მოლოდინი გქონდათ, სანამ ჩააბარებდით და სანამ მოხვიდოდით და სანამ გახდებოდით სტუდენტი და გაგიმართლათ თუ არა და ან კონკრეტულად რა მოგწონთ, როდესაც ტყუილა მივიწიე, როდესაც ჩააბარეთ უნივერსიტეტში და ისა რა ქვია. მოკლედ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. ძალიან ბევრი რო არ მოვუარა. აი, იფსუს შესახებ გავიგე თუ არა, პირდაპირ მოვედი და არაფერი ჯერ მოლოდინი არ მქონდა შექმნილი ასე ვთქვათ. პირდაპირ გასატესტად მოხვედი, პირდაპირ ხო, ტრენინგზე, გასატესტად პირდაპირ და აი პირდაპირ აქ შევისწავლე რა ხდებოდა და რა იყო დადებითი, რა ისე რა ასე. და ანუ რომ მოვდიოდი და ვაბარებდი, უკვე ვიცოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა, როგორი სიტუაცია იყო, ამიტომ ანუ იმედების გაცხრება და ასეთი რაღაც არ ყოფილა. პირდაპირ ვიცოდი რა მინდოდა. დაგხვდა თვითონ უნივერსიტეტშიც ეგრე დაგხვდა ხო პირდაპირ. ვიცოდი რა დამხვდებოდა და მეც ისეგ დაგხვდა. შენ განსხვავებულ პასუხს ველოდები, იმიტომ რომ ტრენინგზე არ ხარ დამყოფი, ამიტომ მოლოდინი რეალობა. მე მეგონა რომ ძალიან გამიჭირდებოდა ზოგადად ამ ახალ სივრცესთან ადაპტაცია, თან არქიტექტურა საკმაოდ რთულია
და ვიცი რომ დატვირთული გრაფიკებიც აქვთ ზოგადად სტუდენტებს ბევრისგან გამიგია მანამდეც და მეგონა რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ღამეებს გავათენებდი ლექტორებთანაც ცოტა რთულად შევძლებდი კომუნიკაციაში შესვლას, იმიტომ რომ ადრე არ ვიყავი კომუნიკაბელური და ზოგადად ცოტა ჩაკეტილი ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ სხვანაირი სიტუაცია დამხვდა აქ. ყველაზე მეტად გამიმარტივდა ალბათ ლექტორებთან ურთიერთობაში შესვლა, იმიტომ რომ ყველა ლექტორი არის ძალიან თანამედროვე, გახსნილები არიან, ყველაზე მეტად სწავლებაში ის მომწონს, რამდენად გვაძლევენ თავისუფლებას, ჩვენი კრეატიულობის გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. კი გვაძლევენ რა თქმა უნდა რჩევებს, ჩვენზე მეტი იციან, მაგრამ მაინც ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ვავითარებ ჩემს იდეას და არა იმას, რასაც ლექტორი მეუბნება. რაც მგონია რომ ძალიან დასაფასებელია და ბევრისგან არ გამიგია ამ სფეროში. მეთანხმები ყველანაირად. და ნუ მაინც ფორმალურად დაგისვათ მაშინ ანუ რამე არის ისეთი რასაც თქვენ გამოვასწორებდით, მოდით აქედან დავიწყოთ, აი რამე მაგათ რაც შეიძლება არ მოგწონდეს და აი რაღაცა ამას გამოვასწორებდი უკეთესი იქნებოდა. რაღაცა უნივერსიტეტში კონკრეტულად შეიძლება მაინც და მაინც ფაკულტეტზე არა დავუშვათ. უნივერსიტეტში ნუ არქიტექტურის მხრივასაც გამოვასწორებდი, ან გამოვასწორებდი არა, დავამატებდი ალბათ. დავამატებდი უფრო მეტ სივრცეს არქიტექტურის სტუდენტებისთვის, აი ერთი ოთახი გაქვთ ხო იდეაში აქზე. არც სტუდიო დავამატებდი, აი ცოტა უფრო აი რაღაც როგორც არც სტუდიო, არა, ეგ არის უფრო სალექციო დროისთვის განკუთვნილი ოთახი დავამატებდი, აი რაღაც პატარა სტუდიო, სადაც შეგვეძლებოდა აი მაკეტების გაკეთება, ცოტა უფრო ტექნიკური მხარე, სადაც შეგვიძლია რომ ანუ სტუდენტებისთვის სამუშაო სივრცე, ხო, თავშეყრის ადგილი ასევე. ლექციების გარეთ რომ კარგად სადაც ვიმუშაოთ და სხვა სტუდენტები არ იქნებიან, ვიქნებით მხოლოდ არქიტექტურის სტუდენტები. ხო. გადმოვიდეთ ელენისთან. მე უფრო ალბათ დავამატებდი ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, აი, რასაც ქვია გასვლა თვითონ ობიექტზე. ჩვენ კი გვქონდა ასეთი დაახლოებით დავალება, რაღაც კონკრეტული ობიექტი თბილისში აღებული გვქონდა, სადაც უნდა ასე ვთქვათ, წარმოგვეჩინა ჩვენი იდეა და განგვეხორციელებინა რაღაც შენობა, მაგრამ აი თვითონ პრაქტიკაში იმას გულისხმობ, რომ მივიდეთ სადღაც სამშენებლო ადგილას, სადაც შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ეყრება საფუძველი და ასე შემდეგ. ცი მაგარი რა იქნებოდა უნივერსიტეტ ну, ხო, თვითონ უნივერსიტეტთან რო თანამშრომლობდეს ეგ რამე კომპანია კი ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ ჯერ პირდაპირ რო იქ არ მივიდეთ მწვერვალზე, ხო, რახან ტრენინგებზე ვართ, ხო? ტრენინგებთან მაინც რო თანამშრომლობდეს მინიმუმ რომელიმე ეგეთი კომპანია, ეგ იქნებოდა ძალიან მაგარი. ვინაიდან და რადგანაც, ანუ თვითონ ბავშვებსაც ხო წავიყვანით ახალგაზრდა საკიდან და პირდაპირ პრაქტიკაში. იმიტომ რომ მე როგორც რაღაც მქონდა იცი შარშან ტრენინგზე დაახლოებით ეგეთი რაღაცა გამომივიდა, იმიტომ რომ ამერიკის მცოდნეობის ტრენინგზე რომ ბავშვები მოვიყვანე, მე ჩვენი ამერიკელი ლექტორი და მაგისი შვილებიც გავაცანი, იმიტომ რომ აქ იყვნენ ისინი და გვერდზე ცხოვრობდნენ და ვითამაშე ბეისბოლი ბავშვებთან ერთად, ანუ ამერიკის მცოდნეობის ტრენინგზე ამერიკელებთან ერთად ამერიკული სპორტი. ამიტომ არქიტექტურაზე რომ მოდიხარ, არქიტექტურ კომპანიაში რომ ეგ პრაქტიკული ის რომ ყოფილიყო და არა ტრენინგებზე გადავალთ, მაგრამ საბოლოოდ გექნებათ ხო ისედაც თქვენ პრაქტიკული სამუშაოები ტრენინგის მსვლელობისაც. კი, გვაქვს, ანუ უნივერსიტეტის შიდა სივრცეში. ეგეც კი, ანუ ეგეც კარგი არის, მაგრამ წარმოვიდნენ მართლა ნამდვილ კომპანიაში რომ გასულით ის რომ ყოფილიყო, ბევრად უფრო მაგარი იქნებოდა, ამიტომ თუ უყურებთ მაგისტრისაც არის რომ რამე და კოსმოსით არა, ითანამშრომლეთ, იმიტომ რომ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ეხლა ზაფხულ ივნისში მგონი იყო ესეთი კონფერენცია ჩვენთან იფსუს ჩატარებული, რომ ნელ-ნელა ამერიკაშიც დაიწყო იმების ინდუსტრიების თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, აქაც ნელ-ნელა ცდილობდნენ რომ რამენაირად ითანამშრომლონ უნივერსიტეტებთან ამ ინდუსტრიებმა, იმიტომ რომ მარტო დასაქმების იმებს კი აღარ ზრდის, არამედ უფრო სწავლების პროცესით საინტერესო ხდება, სასიამოვნო, ასე შემდეგ, ამიტომ შე რაც თქვი რომ დაამატეთო მაგაზე ვოცნებობ ყველა ფაკულტეტის ბავშვი. კი. ნუ უნივერსიტეტის თემა მოუწურეთ. ანუ ესე იგი, ცუც არაფერს არ იცი. რამე შეუსვათ. ნუ ხო, ანუ არქიტექტურის მხრივ ხა მე ანუ კომპეტენცია არ მეყოფა რომ რამე ის ქნა რა ქვია, ამას ხო არ შესულით ხო ვერ გეტყვით, მაგრამ რახან თქვენ ესე თulit საჭიროდ რომ არაფერი არ არის შესასვლელი, ნუ ერთადერთი ეგ ხო რომ გავიდეთ და პრაქტიკული სამუშაო. აი დამატება ხო.
ნუ ეგ უკვე მაინდა-მაინც ჩვენი უნივერსიტეტის ბრალიც, ასე ვთქვათ, არ არის, ეგ ორმხრივი უნდა იყოს. და ნუ ეგ სამუშაო სივრცე, ეგ მართლა ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგაზე ვფიქრობდი. მარტო არქიტექტურაზე კი არა, უნივერსიტეტში თავშეყრის ადგილით რო ყოფილიყო და აგროფაბი რო გაგვიხსნეს, მაგაზე ვიყავი, მე ბედნიერესი რა, იმიტომ რომ მაგარი სივრცე არის რა. თან ჯერ ერთი შენს უნივერსიტეტელებს ნახულობ, აი ისე რაღაც აი ვიღაც რო შეხვდეს ქუჩაში და ვერ იცნო, ეგრე არ არის ჩვენთან ხო? ქუჩაში რო შეხვდება და იცი რომ იფსუში სწავლობს, ესე იგი ანიკ ყავს ნანახი ან მოსაწევში ანიკ და ეგ არის ძალიან მაგარი რა და ნუ არქიტექტურა თქვენ პრინციპში ისეთი ფაკულტეტი გაქვთ, რომ გჭირდებათ ძალიან ეგ სამუშაო სივრცე. იმიტომ ძალიან სწორი ის იყო ჩასწორება და მოთხოვნა. და რა ვიცი, აბა დავფიქრდეთ იქით მაყურებელში ვისაც გვაქვს მაგის შესაძლებლობა ბარემ. და ახლა უკვე გადავიდეთ უშუალო ტრენინგებზე, რასაც ამდენი ხანი ელოდა ჩვენი ის 5 მაყურებელი, საიდანაც 2 ჩვენ ვართ, მე და ჩემი ედიტორი. 2 თქვენ და 1 ვინმე ალბათ ვისაც შემთხვევით დაეჭირა. ხო, ანუ ტრენინგებზე ნუ რახან მენეჯერი ვდანდებით, ქალბატონო ელენე თქვენთან გადმოვალ პირველი, რომ ანუ რა დახვდებათ ბავშვებს ტრენინგებზე, რომ მოულენ, აი ხა ვინც უყურებს და დაინტერესებული არქიტექტურით და აი ბავშვობიდან ხატავდა, რომ მოვიდეს აი რა სად მოდის რა, აი რომ უთხრათ ესე მოკლედ. პირველ რიგში დავხვდებით მე და თათია. ყველანაირად უშუალოები ვართ და მეგობრულები ვცდილობთ სამუშაო გარემოში. ვცდილობთ ყველანაირად ყველას ინტერესი გავიზიაროთ და რაც თვითონ აინტერესებს და კრეატიულად ცდილობენ რომ განავითარონ, დავეხმაროთ მაგ ხრივ. შევასწავლით საბაზისო საფეხურებს არქიტექტურაში, რაც არის სკეჩინგი, მაკეტებსაც ვაკეთებინებთ, პერსპექტივაში ხატვა, ხაზვა, ფერების შეხამება და ასე შემდეგ. ნუ აი ეს არის მოკლე შინაარსი, რაც დახვდებათ ბავშვებს აქ. ისე შრომატევადი გამოდის, როგორც ვთქვი და ან ძირითადი ეგ აქტივობები, რაც არის უკვე პრაქტიკული არის და რამე გასართობი აქტივობებიც გაქვთ, რომ იხალისო. რასაც შევასწავლით და ვუზიარებთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ცოდნას, მე ამაზე დაფუძნებულ თამაშებს ვაკეთებთ. აი კაჰუტი როგორც არის. ნუ გავდიოდით კიდევაც ბუნებაში და რაღაც სკეჩებს ვაკეთებდით ერთმანეთისას, ერთმანეთს ვასკეჩინებდით ბავშვებს. კიდე რა იყო? და საყვარელი აქტივობა რომელი არის? მაგალითად თუ არ ყველა საყვარელი აქტივობა. ხო, რა ვიცი, ყველა ეგრე არის ხოლმე, ძირითადად უჭირს რა ყველას რომ გამოარჩიოს თავის. ხო, ყველა ჩვენი შექმნილი. ისე ანუ რახან ადრე ხო დაესწარი ტრენინგებს და აი შენ რომ მოხვედი უკვე და ჩააბარე, მე უკვე ანუ უკვე ტრენერი იყავი და იმათთან ერთად იმუშავე, ვინც პირველ წელს დამხმარე ვიყავი და წელს უკვე ტრენერი და მენეჯერი. იმათი ასისტენტი იყავი, ვის ტრენინგზეც იყავი? ნუ არქიტექტურაშიც გრძელდება ლეგასი ჩვეულებრივი. ანუ რაღაცა მატრიცა პროგრამის დაგიტოვეს, ხო, როგორც ასეთი. შემდეგ ანუ იმით ხელმძღვანელობ თუ უკვე რაღაც გადაცვალე, გადმოცვალე შეცვალე. ეგ გვაქვს ახლა გეგმასავით გაწერილი, მაგრამ მე ჩვენ ვანვითარებთ, ჩვენ კიდე ახალ რაღაცებს ხომ ვსწავლობთ და კიდევ ახალი იდეები და ასე ვცვლით, ასე ვთქვათ და გასაგებია. ნუ პროგრამა უკვე გასაგებია, იმიტომ ახლა შენ შეგეკითხები იმას, რომ ანუ ჯერ საერთოდ ტრენერი რატო გახდი, საიდან მოხვდი ტრენერად და მეორე ანუ რა მოლოდინი ქონდა რა, ხო არ დასწრები ხარ და ხა უკვე პირდაპირ როგორც ტრენერი ისე დაესწარი რა და რა მოლოდინები გქონდა და ანუ საერთოდ ან გამოცდილება რომ გაგვიზიარო რა, რა ხდება ტრენინგი. პირველ რიგში ტრენერი გავხდი იმიტომ რომ ელენეს გამივიღე შემოთავაზება. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა არ იყოს ეჭვმეპარებოდა რაღაც ბევრად უფრო სერიოზულად აღვქვამდი, ვიდრე რეალურად უნდა აღმექვა. და ცოტა მგონია რომ თავს ვისტრესავდი და ცოტა ეჭვმეპარებოდა საკუთარ თავში. მაგრამ მე უკვე ჩემი მეგობრების რჩევების მოსმენის შემდეგ ცოტა უფრო დამშვიდდი. ელენისგანაც მივიღე ესეთი დამამშვიდებელი სპიჩები, ასე ვთქვათ და მე უკვე ცოტა დამშვიდდი და გადავწყვიტე რომ რეალურად მიმეღო მონაწილეობა გამომეცადა და ვიფიქრე რომ სამომავლოდაც კარგი იქნებოდა ჩემი რეზიუმესთვის. თავდაპირველად, როგორც გითხარით, უკვე ძალიან სერიოზულად აღვქვამდი ამ ყველაფერს და ყველაფერი მქონდა გაწერილი. რა როდის უნდა მეთქვა, აი დროის მონაკვეთებიც კი გაწერილი მქონდა და უშუალოდ აი ეს ნახევარი საათი ვსაუბრობ ამაზე, 10 წუთი ვისვენებთ, მე ვთამაშობთ და აი რაღაც
3 საათი იყო ეს ტრენინგი და ზუსტად 3 საათი ზუსტად ვიცოდი რა როდის უნდა გამეკეთებინა, მაგრამ როდესაც რეალურად ტრენინგზე აღმოჩნდი, ყველაფერი ბევრად უფრო ბუნებრივად წარიმართა, რაღაც მომენტებში მეგონა რომ უკვე ვეღარ ვიცავდი ამ ჩემს წესრიგს, მაგრამ საერთოდ არ მინერვიულია ამაზე, იმიტომ რომ ყველაფერი ბევრად უფრო კარგად მიდიოდა ესე, როდესაც არ იყო ყველაფერი ესე წინასწარ გათვლილი, ვუსმენდით ბავშვებს რა უნდათ, თან მუსიკა გქონდა ჩართული და ბევრად უფრო სახალისო იყო ყველაფერი, აი იმდენად ფორმალური სახე აღარ ქონდა ამ ყველაფერს, აი უფრო რაღაც გასართობიდან სასწავლო გარემო იყო, მაგრამ თან ვერთობოდით, ვუსმენდით ბავშვებს, საუბრობდით ერთმანეთში პირველ დღეს, უფრო გაცნობის პერიოდი გქონდა და ისეთ თამაშებს ვათამაშებდით, რაც დაეხმარებოდათ მათ ერთმანეთის გაცნობაში და იმდენად არ იყვნენ აკადემიურად დატვირთულები, როგორც შემდეგ. და მე მგონია, რომ გავუმარტივდათ იმიტომ, რომ უკვე ერთმანეთსაც იცნობდნენ და აი მორიდებულობის მომენტიც აღარ იყო არც ჩვენთან მიმართებით და არც ერთმანეთში. და ახლა ჯერ იმაზე ჩაგეკითხები რომ 3 საათი იყო და ეგ პირველი ტრენინგი რაც იყო, ეგ იყო 3 საათი თუ თქვენი ტრენინგები 3 საათი? ყოველი ტრენინგი იყო 3 საათი. რამოდენიმე დღეზე გაქვთ გადანაწილებული? კვირაში 2 დღე, ხო? კვირაში შაბათ-კვირას. ხო. მაგითო მეთქი 3 საათში რა სასწრებენ თუ ესემალი და ჩვენ ერთ დღიანი გვაქვს ცოტა ესე შევიწროებულები და ანუ რამოდენიმე დღე. ეგ რამოდენიმე დღეც კარგია, იმიტომ რომ მე არ დაიღლებიან ბავშვებიც და ეხლა მასალების მოძიებაში ჩაგეჭირებოდი თვითონ ხო ჭირდებათ ცოტა განავრცონ თავიანთი იდეები და რაღაც მოიფიქრონ ხო რა მასალა ჭირდებათ და ასე შემდეგ. ანუ სერიოზულ იმებს აკეთებთ, ანუ უბრალოდ მოსვლა და მაიმუნობა არ არის, ანუ ხო იქ სახლში მიდის ბავშვი მუშაობს, არა ძალიან მაგარია როგორც ტრენინგი თან გასართობი და თან ეგეთი სერიოზული დონის დავალებები. და ეხლა ჩაგეძიები კიდე იმაში რომ მე-10 კლასში ხო გადაწყვიტე ესე რომ აი ჩავაბარებო, მაგრამ რო დასწრებულიყავი მე-10 კლასში ტრენინგებზე, რომელსაც ატარებდა აი ელენი. ან თუნდაც აი შენ რო იყო ტრენერი და რო დასწრებულიყავი როგორც სტუდენტი რა, რამე გავლენა ექნებოდა? კი, რა თქმა უნდა, მგონია რომ აი იმ მე-10 კლასში როგორც ვფიქრობდი იმ აზროვნებით რომ მიმეღო მონაწილეობა, ალბათ 2 კლასს წინასწარ გავივლიდი და პირდაპირ ჩავაბარებდი, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან მაგარი შესაძლებლობაა და აი რადგან მეც მივიღე მონაწილეობა როგორც ტრენერმა და ბავშვების რეაქციაც ნახე შემდეგ და მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ და ზოგადად ჩვენი გარემოს მიმართ, რომელიც იქ შევქმნით, მგონია რომ ყველას ვისაც კი აქვს შესაძლებლობა რომ მოვიდეს, აუცილებლად უნდა მოვიდეს, თუნდაც არქიტექტურა არ აინტერესებდეს, მგონია რომ ძალიან სახალისოა, მართლა კარგად გაატარებენ დროს თან დახატავენ მაკეტებსაც აწყობენ და გაიცნობენ ერთმანეთს, ახალ მეგობრებს შეიძენენ. ყლედ მე ნაკლებს არც ველოდი რო რამე და ამოიწურა მგონი ის თემა ყველანაირად. მოდი ბარემ იმას ეს შეგეკითხები ხა ყველაზე იმას რა ქვია, შენ შეგეკითხები ყველაზე ჩამჭრელ შეკითხვას. რო ყოფილიყავი ბავშვი, აი მე-10 კლასელი და ეს პოდკასტი გენახა. საერთოდ არც მოყურებით. დაგარეპორტებდი. ყველა ეგრე არის, ხო იცი რომ მე რო ყოფილიყავი ამ პოდკასტს არც უყურებდი, მაგრამ სრული პოდკასტის ყურება საერთოდ არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეხა ესეთი რაღაცეები საუბრათ ათიამ რო ეს ამოიჭრება აუცილებლად. ამოჭრილი რომ მენახა. შეხვდება აუცილებლად და რაც ისაუბრა მაგას რომ მოისმენენ. მე უკვე შეიძლება სრულიც გაუჩნდეთ, რომ აბა ცოტა უფრო ვრცლად ნახოთო, მე ნახავენ ტრენინგებზე რა დახვდებათ და მე უკვე შეიძლება ტრენინგზეც მოვიდნენ. ახლა რამ ხელა გათვლა მარკეტინგული და ის ანუ იმიტომ რომ შეიძლება მთლიანი პოდკასტი დიდი ვერაფერი, მაგრამ აი პატარა ნაწილები. და ნუ მოკლედ ახლა გადავიდეთ უკვე ტრადიციულზე, იმიტომ რომ მეორე ეპიზოდი იქნება ეს, ნუ მეორე იქნება უკვე შევთანხმდით აქ და აც უკვე ტრადიციული რა მონაკვეთი. დაბადების დღე როდის გაქვს ელენე? 13 ივლისი. 13 ივლისი. წყალი და 8 აპრილი. 8 აპრილი. ცეცხლი. აჰა, ესე იგი წყლის ავატარი, ცეცხლის. ორი აბსოლუტური 180 გრადუსი. მშვენიერი. მაშინ დაგისვა მაშინ ტრადიციულ შეკითხვას, ხო? ავატარო ელენი. რა არის შენი სიბრძნე? ჩემი სიბრძნე? ჩემი აზრით არაფერი არ არის შეუძლებელი. უნდა განვაგრძოთ სვლა წინ და არაფერს დაბრკოლებას არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ცხოვრება გრძელდება, გვაძლევს უდიდეს ბევრ შესაძლებლობას
და ჩემი აზრით ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში. გამოვიყენოთ და ეს ყველა. მოძრაობა, ჩემო თერგო. ზუსტად. ავატაროთ 100-ია. რა არის თქვენი სიბრძნე? ჩემი სიბრძნე არის ის, რომ უნდა ვიცხოვროთ ამ მომენტით. ყოველ დღით უნდა დავტკბეთ, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს. არ უნდა გქონდეს შაბლონური აზროვნება, არ უნდა მივეცეთ ნიჰილისტურ აზრებს და უბრალოდ დავტკბეთ ცხოვრებით, სანამ არსებობთ და გავულამაზოთ ყოველი დღე მაქსიმალურად. გავიდეთ გარეთ, გავატაროთ დრო მეგობრებთან, ვისწავლოთ, განვითარდეთ. რა ვიცი, ზოგჯერ განმარტოვდეთ საკუთარ თავთან, ვიკითხოთ წიგნები, დავხატოთ, მივცეთ საკუთარ თავს კრეატიული თავისუფლება. დედაშვილური გარიგება. და უბრალოდ ვაკეთოთ ის, რაც გვაბედნიერებს ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა. და ვიყოთ საკუთარ კანონის, ნორმის და კი, ბატონო. კანონის. ჩვენ 10 წლით იქით ვართ უკვე. ნუ მოვიყვანე არქიტექტორები, ხელოვანები და ფილოსოფიური რჩევები, სულის საზრდოები მომიტანეს. გასაგებია, მადლობა რჩევებისთვისაც და იმათაც მადლობა მოიხადონ რჩევების. მადლობა თქვენ ამ ინტერვიუსთვის. პირიქით, ანუ მადლობა რომ მოიცალეთ ამ გაგანია ზაფხულში და დაგვითმეთ რომ ნუ აქ უკვე დაგემშვიდობებით მაშინ, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო კი იყო საუბარი, მაგრამ ჩვენი ქრონომეტრაჟიც და თემატიკაც ამოვწურეთ. თქვენ თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, სექტემბრიდან უკვე ვიწყებთ ყოველკვირეული მიმოხილვებს და დაგპატიჟებთ კიდე სამომავლო სტუმრადაც და შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ბაასი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე ამით უკვე დაგემშვიდობებით, არქიტექტორებიც და ჟურნალისტიკაც ამოვწურეთ და მომავალში რომელი ეპიზოდი იქნება არ ვიცი. მაგრამ ნუ დაგიბრუნდებით და დავასრულებთ პოდკასტების სერიას. თქვენც თუ გინდათ დაემშვიდობეთ და უსურვეთ ბავშვებს მოსვლა. გელოდებით. მე და თათია სულ მოუთმელად. მოკლედ გელოდებით მე და ელენე იფსუში. კიდევ უფრო მაგარი იქნება ჩვენი ტრენინგები, კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო, გავაუმჯობესებთ აუცილებლად ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და რა ვიცი ეს იწერება ხო ის დაპირებას რო იძლევენ ეს ჩანაწერში არის და რამე გაჩვენებენ ეგ ბავშვები ყოველ შემთხვევისთვის თავს დავიწყო და ვიტყვი რომ მე ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი არ ვარ. ნუ ამ ბედნიერ ნოტებზე, მხიარულ ნოტებზე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. რომელს უნდა დაუქნიო? რომელიც გაგიხარდება.